თავი მეშვიდე, დასკვნა, დგება დღეები, როცა მრავალი საუკუნის შემდეგ ოკეანე გადაგვიშლის თავის საიდუმლოს და უზარმაზარი მიწა გამოეცხადება მზერას ჩვენსას და ახალი ტიფისი აღმოაჩენს ზღვებს და თულე აღარ იქნება კიდევ მიწისა. სენეკა. დიდი რომაელი მოაზროვნის ტრაგედია მედეადან მოხმობილი ეს მისტიკური წინასწარმეტყველება არაფერს ისე ორიგინალურად არ მიესადაგება, როგორც ატლანტისის საიდუმლოს ამოხსნას. თელე აღარ არის მიწის კიდე და აღარც ატლანტის ოკეანე ის ადგილი, სადაც ატლანტისია საძებნი. მეცნიერთა ძალისხმევით ლეგენდა რეალობად იქცა. პლატონის დიალოგებში ტიმეოსსა და კრიტიაში მოხსენიებული კუნძული ატლანტისი და ატლანტისელები 2400 წლის განმავლობაში ამოუხსნელ გამოცანად რჩებოდა. ავტორის მიერ მითითებულ ადგილზე, ანუ ატლანტის ოკეანეში, ვერავინ ნახა რაიმე მინიშნება სიდიდით ლიბიაზე და აზიაზე აღმატებული კუნძულის არსებობისა და ვერც იმ ხალხის რაიმე კვალი, ვისაც დაუპყრია ლიბია თვით ეგვიპტემდე და ევროპა ვიდრე ტირენიამდე. ნათქვამის დამადასტურებელი გეოგრაფიული არგუმენტისა და ადამიანის შემოქმედების რაიმე არტეფაქტის არარსებობის გამო ჩნდება უამრავი კითხვა. საქმეს ვერ უშველა კუნძულის სავარაუდო მდებარეობის მახლობლად ჩატარებულმა კვლევაძიებამ, ვერც კანარის კუნძულების მცხოვრები გუანჩებისა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში დღესაც მომთაბარე ბერბერების ატლანტისელთა შთამომავლებად გამოცხადებამ და მათი კულტურის ინტენსიურად შესწავლამ გამოიღო შედეგი. ჭეშმარიტებასთან ახლოს იყვნენ მხოლოდ ის ატლანტოლოგები, რომელნიც ბასკებსა და ეტრუსკებს ატლანტისელთა მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ, მაგრამ როგორც ნახეთ, სიმართლის დადგენაში მათ ხელს უშლიდა თავად პლატონი. კერძოდ, მისი ცნობა ატლანტისის ადგილმდებარეობის შესახებ, რადგან მტკიცება ბასკებისა და ეტრუსკების ევროპაში დასავლეთიდან მოსulis თაობაზე საღაზრს ეწინააღმდეგებოდა და საკითხიც გადაუჭრელი რჩებოდა. იმის გარკვევამ, რომ ბევრი ადგილი, რომელიც მითოლოგიურ გმირთა სამოქმედო არეს წარმოადგენდა, თავდაპირველად ეგეიდაში მდებარეობდა, მაგალითად, ჰერაკლეს სვეტებად ძველად პელოპონესის სამხრეთით მდებარე კონცხები, ტენარესი და მელიასი იწოდებოდა. დროის გავლის შემდეგ ბერძნებმა ხმელთაშუა ზღვის უკიდურეს დასავლეთ კიდეს რომ მიაღწიეს, გაფართოვდა მათი გეოგრაფიული თვალსაწიერი. იქ პელოპონესიდან შორს გადაიტანეს ტოპონიმი ჰერაკლეს სვეტები და დღევანდელი ჰიბრალტარის სრუტის ორივე მხარეს მდებარე კლდეებს დაარქვეს. გასაკვირი ამაში არაფერია. ანტიკურ სამყაროში ეს მიღებული პრაქტიკა იყო. ასე აღმოჩნდა კავკასია ინდოეთში. მიზეზი ამ გეოგრაფიული ფენომენისა იყო მაამებელთა მცდელობა ალექსანდრე მაკედონელის საარაკო გმირობებისათვის ღირსეული ფინალი შორეულ ინდოეთში მოეწყოთ და არა ახლოს მდებარე კავკასიაში. შემდეგ მკვლევარებმა გააცნობიერეს, რომ
რამდენიც არ უნდა ეძებნათ ატლანტისის ოკეანეში ატლანტისის კვალს ვერ მიაგნებდნენ. ამიტომ ატლანტოლოგთა ნაწილმა პლატონის მიერ აღწერილი კუნძულის ძებნა მე-19 საუკუნიდან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნახევარში, კერძოდ ეგეიდაში დაიწყეს. შეხედულებათა ასეთ შემოტრიალებას ხელი შეუწყო ეგეიდაში მიმდინარე არქეოლოგიურმა გათხრებმა და მასთან დაკავშირებულმა აღმოჩენებმა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არტურ ევანსის მიერ კუნძულ კრეტაზე წარმოებული გათხრები, რასაც მინოსური ცივილიზაციის აღმოჩენა მოჰყვა. საბოლოოდ უკვე მე-20 საუკუნის შუა წლებში გამოითქვა მეცნიერულად დასაბუთებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ატლანტისი კრეტის მინოსური სახელმწიფოს ნაწილი იყო. მდებარეობდა კუნძულ სანტორინზე და დაიღუპა ამავე კუნძულზე მდებარე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. ეს შეხედულება 1928 წელს გამოთქვა არქეოლოგმა სპირიდონ მარინატოსმა. მოგვიანებით მკვლევარებმა ანგელოს გალანოპოლუსმა და ედუარდ ბეკონმა ეს ნააზრევი საბოლოოდ დაასაბუთეს და დაამკვიდრეს ატლანტოლოგიაში. ოღონდ გადაუჭრელი რჩება მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი: ვინ იყვნენ და რა ენაზე მეტყველებდნენ ატლანტისელები? ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ავტორები მიუთითებდნენ იმის შესახებ, რომ ეგეიდაში მცხოვრებ ბერძნებამდელ მოსახლეობას პელაზგები წარმოადგენდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრეტის მინოსური სახელმწიფო ბერძნული ქვეყანა არ ყოფილა. ამ მოსაზრებას იზიარებდნენ არა მხოლოდ საბერძნეთის ისტორიის მკვლევარები, არამედ ატლანტოლოგთა გარკვეული ჯგუფიც. ოღონდ ისეთი დასკვნის შემდეგ ჩნდება სხვა კითხვა: ვინ იყო წინარე ბერძნული მოსახლეობა? მეცნიერთა საკმაოდ ავტორიტეტულმა ჯგუფმა ამ კითხვას ბერძნებამდელი მოსახლეობის ენისა და კავკასიურ ენათა ნათესაობის ჰიპოთეზით უპასუხა. ეს მეცნიერები არიან ვილჰელმ ჰუმბოლდტი, პაულ კრეჩმერი, ანტონ მეიე, ედუარდ შვიცერი, ფრიდ შახერმაიერი. მსგავსი აზრი გამოთქვეს ქართველმა მეცნიერებმა: სიმონ ყაუხჩიშვილმა, არნოლდ ჩიქობავამ, აკაკი ურუშაძემ, თამაზ გამყრელიძემ, რისმა გორდეზიანმა. უფრო შორს წავიდა ჰემბერგ ძებიში და გამოაცხადა, რომ წინარე ბერძნული ენა, ანუ პელაზგური, ქართველურ ენათა დედაა და რომ ფესტოს დისკოს ენა პროტოქართველური კოლხურია. ამ მხრივ წარმართული კვლევა-ძიება მაშინ გასცდა ჰიპოთეზის ფარგლებს, როდესაც ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა გია კვაშილავამ ჯერ 2006 წელს შესძლო ფესტოს დისკოს იეროგლიფური წარწერის გაშიფრვა, 2011 წელს კი ახაზოვანი დამწერლობა წაიკითხა და ჰიპოთეზა მეცნიერულ ფაქტად აქცია. დღეს ორივე ეს დამწერლობა უკვე წაკითხულია და დადასტურდა, რომ მათი ენა წინარე ქართველურია. კონტინენტური და კუნძულოვანი საბერძნეთის ბერძნებამდელი მოსახლეობა პელაზგები პროტოქართველური ტომები იყვნენ და მათ შექმნეს კრეტის მინოსური სახელმწიფო, რომელიც პლატონისეული ატლანტისის პროტოტიპია. ატლანტოლოგები ატლანტის მსოფლიო ცივილიზაციის კერად მიიჩნევდნენ. რეალურად პელაზგთა კრეტის მინოსური სახელმწიფო შეიძლება ევროპული ცივილიზაციის დასაწყისად მივიჩნიოთ, რადგან იმ ღირებულებათა დიდი ნაწილი ევროპულს რომ დაედო საფუძვლად კრეტიდან იღებს სათავეს. თუ საკითხს უფრო მასშტაბურად შევხედავთ, დავინახავთ, რომ ევროპული კულტურის ფორმირების პროცესის საწყის ეტაპზე
დიდი როლი უდავოდ შეასრულეს პროტო-ქართველურმა ტომებმა, რომლებმაც შექმნეს კიდევაც კრეტის მინოსური სახელმწიფო, ანუ ატლანტისი.